4 საჩუქარი მეგობრებო, რომელსაც აუცილებლად მოგცემს გამოჯამთელება დილამშვიდობის. პირველი ეს არის სიმშვიდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მთელი სამყარო კაცობრიობა ყოველთვის დაძდებს და ყოველთვის ეძებს, ეს არის სიმშვიდე. და რაც ყველაზე მეტად დამოკიდებულს ადამიანს ზუსტად აკლია, ეს არის სიმშვიდე, ხო? რას გულისხმობ? დილიდან, როდესაც იღვიძებ, პირველი რა გეწყება? პანიკური შეტევები, რომ ლომკაში არ დავრჩე, იქ ჩაჯდომა არ დავაგვიანო, ფული სადვიშოვო, პოლიციამ არ დამიჭიროს, სახლიდან როგორ დავძვრე, ეხლა კონფლიქტურ სიტუაციაში სახში არ შევიდე, მოკლედ ყოველი დილა დამოკიდებულ ადამიანს აქვს ერთნაირად, პრინციპში ყოველი ღამეც, ხო, სახში როდესაც ბრუნდება უკვე მთელი დღე ბრძოლის ველიდან, საღამოსაც უკვე პანიკები ეწყება, რომ დილით რა ვქნა, შიში, შფოთი და ასე შემდეგ. მეორე მეგობრებო, ეს არის ნდობის და პატივისცემის დაბრუნება და რა ვგულისხმობ, როდესაც სახლიდან გადიხარ, თუნდაც ელემენტარულად და არ ვიცი, რო თქვათ, სადმე მივდივარ მაღაზიაში, არავინ არ შეგეკითხება, ჩემ თავს გაფიცებ, არავინ არ დაგაფიცებ, ჩემ სიცოცხლეს გაფიცებ, დაიფიცე, არავინ არ შეგაწუხებს ზედმეტი მოწერით, რატო? იმიტომ რომ თქვენ სიტყვას ფასი მიეცანო, თქვენმა მოქმედებებმა, თქვენი მოქმედებები უფრო სწორედად თქვენი ქცევები ამტკიცებს ყველაფერს და არ არის საჭირო რაღაც სიტყვები და დაფიცები, დადასტურება და დამტკიცება. მესამე მეგობა, რომ გიჩნდება თავისუფალი დრო. რამდენი დრო ჭირდება, ხო? დილით ვიღაცა მოატყუე. მერე ეგრეთ წოდებული პონტი იჩალიჩე. მერე მანდ უნდა წახვიდე. მერე მოიხმარო. მერე უკან დაბრუნდე, თუნდაც წახვიდე, წამოხვიდე, რამდენიმე საათი ჭირდება ამ ყველაფერს და ამ შენ ყველაზე ძვირფას დროს, რომელიც შეუფასებელია, უკვე ხარჯავ რაში? საკუთარი თავის განვითარებაში. თუ შვილები გყავს, შვილებთან ურთიერთობაში, მეუღლესთან ურთიერთობაში. ბევრად პროდუქტიული ხდები როგორც პიროვნება და ასევე ხიზელ დამოკიდებულ ადამიანთან ბევრად სასიამოვნო ხდება ურთიერთობა, იმიტომ რომ როდესაც იცინი რაღაც გაბაგამას და იმას ქსინის სიცილი არ არის, ეს არის ბუნებრივი სიცილი, თუ მოწყენილი ხარ, იმიტომ არ ხარ მოწყენილი, რომ ლომკაში ხარ და რაღაც ოსას უნდა წააგო, უბრალოდ მოწყენილი ხარ რაღაც მოკლედ რეალური მოვლენებისგან გამომდინარე და შენი ყველა ქცევა რაღაც ადეკვატური და მისაღებია. და მეოთხე მეგობა, რომ რაც ყველაზე დიდი ბონუსი არის, ეს არის საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა. დილით, როდესაც იღვიძებ და თუნდაც აბაზანაში შედიხარ და შენ თავს უყურებ, მხოლოდ პოზიტიურად ხარ მის მიმართ განწყობილი, მხოლოდ რაღაც კარგ რაღაცებს ესაუბრებ გულში, რატო? იმიტომ რომ ხვდები, რომ შენი დღევანდელი დღე იქნება რაღაც ის 7 შენ არავის არ დააზიანებ, შენ იქნები პროდუქტიული და შესაბამისად გიჩნდება საკუთარი თავის სიყვარული, გიჩნდება საკუთარი თავის პატივისცემა და რაღაც შენ თავს სარკეში არ აფურთხებ, შენ თავს სარკეში არ აგინებ. ამიტომ მეგობრებო, თუ ვინმე თვლის, რომ გამოჯამთელება მხოლოდ არის გამოფხიზლება და რაღაც ნარკოტიკისგან თავის დანებება, ეს არის ტყუილი, გამოფხიზლება და გამოჯამთელება ძალიან ბევრ საჩუქრებს მოგცემ ცხოვრებაში, რაც პირველ რიგში მოგცემ საკუთარი თავის სიყვარულს, თავდაჯერებას და რაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავის პატივისცემას. მე კიდე ყველას გისურვებთ მეგობრებო მშვიდ და პროდუქტიულ დღეს. მადლობა.